2006 წელს 6 ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად დაარსდა უნივერსიტეტი, რომელიც ატარებს თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანის, თავისუფლებისა და ლიბერალური იდეების გამავრცელებლის, ილია ჭავჭავაძის სახელს. დევიზი, გერბი და თავადსახელიც უბრალოდ სიტყვები არ არის. ეს არის სიმბოლო, რომლის მნიშვნელობასაც უნივერსიტეტი იაზრებს. ილიას უნივერსიტეტი დაარსდა ორი მასზე ადრე არსებული უნივერსიტეტის შეერთების შედეგად, გაერთიანების შედეგად. ხშირად გონიათ ხოლმე, რომ რის გაერთიანების შედეგადაც უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა, იყო პროფილური ინსტიტუტები, ეს ასე არ არის. იმ დროს როგორც უცხოენების, ისე პედაგოგიური უნივერსიტეტები არსებობდა და მათი ისევე როგორც სამეცნიერო ინსტიტუტების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ილია არ არის უბრალოდ სახელი. ის არის ღირებულებები, სწრაფვა გაცილებით დიდი მიზნებისკენ, ვიდრე ჩვეულებრივი საგანმანათლებლო სივრცეა. მე ვარ ლილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მეოთხე კურსელი, ვსწავლობ ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამაზე და მიყვარს აქაურობა. ილიაუნი არის ფიქრის სივრცე. აქ ლექტორები გიბიძგებენ, რომ რაღაც შენით აღმოაჩინო, შენით შექმნა, შენით მიხვდე, გაგიჩნდეს კითხვები და ამ კითხვებზე პასუხები ეწიო. აქაურობა ასევე არის სივრცე, სადაც ერთმანეთს რაღაცებს ვუზიარებთ, დისკუსიის, მსჯელობის. ილიაუნი არის ერთი დიდი სიყვარული, რომელიც აერთიანებს სტუდენტებს, ლექტორებს, თანამშრომლებს, ყოფილ ილიაუნელებს, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ახშირად ვიძახით, ყოფილ ილიაუნელი არ არსებობს, ერთხელ ილიაუნელი, სულ ილიაუნელია. მე ილიაუნის სტუდენტი ვარ. და სწორედ აქ ვისწავლე, რომ უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ ლექციები და გამოცდები. ის გეხმარება აღმოჩნდეს საკუთარი თავი და გასცა ბევრ კითხვას პასუხი. ილიაუნიმ გარდამტეხი როლი იქონია ჩემს კარიერულ ზრდაში და მან მასწავლა რა არის თავისუფლება და სიმართლისთვის ბრძოლა. მინდა მოგმართოთ მათ, ვინც ახლა ამთავრებთ სკოლას და გახართ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე. თქვენ ახლა ერჩევთ არა მხოლოდ უნივერსიტეტს, ირჩევთ გარემოს, რომელიც ჩამოგაყალიბებთ და გახსოვდეთ. თქვენ მხოლოდ მომავალი სტუდენტები არ ხართ. თქვენ ხართ მომავალი, რომელიც ამ ქვეყანას ჭირდება. ეს არის შესაძლებლობა, ისაუბრო და იმსჯელო ყველა იმ საკითხზე, რომელიც უნივერსიტეტის ინტერესის სფეროს წარმოადგენს. იმსჯელო, იკამათო თავისუფლად, რათა საბოლოოდ დაიბადოს ჭეშმარიტება. ჩემს უკან წარწერა დაუმორჩილებლობა. ბევრისთვის უჩვეულოა ეს წარწერა უნივერსიტეტის კედლებში შიგნით. თუმცა, უპირველეს გამოცდილება რაც გაგვაჩნია განათლების სფეროსთან ურთიერთობაში, არის სკოლა. სკოლა, სადაც მასწავლებელი საუბრობს, ხოლო მოსწავლე უსმენს. თუმცა, როდესაც ილიაუნში ჩავაბარე, მივხვდი, რომ შეიძლება განსხვავებულად ყოფილიყო ყველაფერი. შესაძლებელი არის იმ ადამიანთან, რომელმაც შენზე მეტი იცის და შენზე მეტი განათლება აქვს, საუბარი სხვადასხვა საკითხებზე და განხილვა ისეთი რაღაცეების, რომლებიც შეიძლება ბევრისთვის უჩვეულო და ტაბუირებული იყოს. შენ შეიძლება თავისუფლად ისაუბრო ყველა საკითხზე, განიხილო, იმსჯელო, იკამათო კიდევაც და საბოლოოდ დაბადო ჭეშმარიტება, რომელიც მხოლოდ საუბარში იბადება და მხოლოდ კამათში იბადება. განსაკუთრებულია ეს უნივერსიტეტი ყველაფრით. განსაკუთრებულია დამოკიდებულებით და განსაკუთრებულია თავისუფლებით, რომელიც შედგება არა მხოლოდ ამ კედლებში, არამედ მის გარეთაც, არა მხოლოდ აუდიტორიებში, არამედ მის გარეთ, ურთიერთობაში როგორც ლექტორებთან, ისე სტუდენტებთან, ისე ადმინისტრაციასთან და ისე ყველა წევრთან, რომელიც ამ უნივერსიტეტს წარმოადგენს. პირველივე დღიდან ის იყო ჩაფიქრებული როგორც კვლევითი უნივერსიტეტი, სადაც კვლევა, სამეცნიერო კვლევა არის გადაბმული სასწავლო პროცესთან, სადაც სტუდენტები, ესე იგი, სწავლის დიდი ნაწილი არის ჩართვა იმ სამეცნიერო კვლევებში, რომელიც ჩვენთან მიმდინარეობს, როგორც სრულყოფილი, ესე იგი, თანაავტორების ამ კვლევისა და როგორც ავტორების მათ შორის იმ გამოქვეყნებების სამეცნიერო სტატიების, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი აქვეყნებს. და მე მინდა ვთქვა, რომ 2000-იანი წლებიდან სერიოზულად განვითარდა საქართველოში მეცნიერება და ილიაუნის ჰქონდა ამაში ძალიან დიდი წვლილი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებიდან მალევე მივხვდი, რომ ვიყავი რაღაც საინტერესოს და დიდის ნაწილი. უნდა ყოფილიყავი არა სტუდენტი, რომელიც უბრალოდ იზუთხავს საგნებს, არამედ უნდა მომეძებნა ჩემი ხმა. ალბათ ეგ არის უნივერსიტეტის მთავარი დანიშნულებაც, რომ
სტუდენტები მოამზადოს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, გაზარდოს როგორც თავისუფალი საზოგადოების წევრებად. და ასე რომ ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც და კურსდამთავრებულებსაც თამამად შეუძლიათ გამოთქვან საკუთარი აზრი. ეს იქნება პროტესტი თუ უბრალოდ საზოგადოებრივი აზრი და ზუსტად იციან სად იპოვონ პასუხები ყველა კითხვაზე. აქ ჩაბარებიდან მალევე გავიაზრე, რომ ჩემი მთავარი მოტივი არის კვლევა, ძიება და ცოდნის მიღება, სადაც დამხმენ პროფესორები, რომლებიც იყვნენ ჩემი თანამგზავრები, მეგობრები და გულითა და ცოდნის გამზიარებლები. შესაბამისად, ვამაყობ, რომ ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ალბათ კიდევ ერთხელ რომ შემეძლოს არჩევა, ზუსტად იგივე გზას ავირჩევდი. მე ვარ მარიამ ჭედლიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სწორედ ამ აუდიტორიებში გავატარე 6 წელი, როგორც ბაკალავრის სტუდენტმა ბიზნეს ადმინისტრირებაზე და შემდგომ უკვე მაგისტრატურაზე საბანკო საფინანსო საქმეზე და სწორედ ამ გამოცდებიდან გამომდინარე მინდა ვთქვა თუ რას დაკარგავს საქართველოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაქტობრივი გაუქმებით. დღეს უნდა გვესმოდეს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვა გულისხმობს აკადემიური თავისუფლების დაცვას და აკადემიური თავისუფლების გარეშე კი ვერ გვექნება საფუძველი ხარისხიანი განათლების. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც ადგილობრივი თუ საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით მუდმივად მოწინავე არის, როგორც უნივერსიტეტი და ასევე როგორც კვლევითი ინსტიტუტი. ჩვენი დასაცავია ეს უნივერსიტეტი და საერთოდ არ მგონია, რომ ეს ერთი უნივერსიტეტის პრობლემა იყოს. დაბრძოლა, იმიტომ რომ ეს ბრძოლა რეჟიმმა გამოუცხადა ზოგადად განათლებას საქართველოში, იმიტომ რომ ალბათ განათლებული საზოგადოება წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს მათთვის. ასე რომ თითოეული ჩვენგანის ვალია დავიცვათ განათლება საქართველოში. უნივერსიტეტი სწორედ ის ადგილია, სადაც აი ამ სამყაროს, ქვეყნის, საზოგადოების უკეთესობისკენ სულას სწავლობს თავისუფალი საზოგადოება, იმიტომ რომ იმ თავისუფლების გარეშე, თავისუფალი სადისკუსიო სივრცის გარეშე ეს ყველაფერი არის სწავლება. ილიას უნივერსიტეტის მთავარი იდეას ყველაზე კარგად ალბათ ილიასავის სიტყვები ასახავს, ჩვენ ვცდილობთ თავად ვისწავლოთ და რაც მთავარია სტუდენტებს ვასწავლოთ დღეს თანამედროვე სამყაროში როგორ არის შესაძლებელი რომ ფუტკრისგან ისწავლოთ როდ შესაფერი შრომა, რომ უკეთესი ქვეყანა, უკეთესი საზოგადოება და უკეთესი სამყარო გქონდეს. ილიაუნი არ არის მხოლოდ უნივერსიტეტი. ილიაუნი არის იდეა, რომელსაც დაცვა სჭირდება. დაიცავი ილია, დაიცავი შენი მომავალი და დაიცავი შენი ქვეყნის მომავალი.